მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორიდასთან იწყება. დღეს ჩვენს გადაცემაში ახალი რუბრიკა სახელწოდებით იუბილარი სტუმრად იუმორიდასთან. დიდი სიამოვნებით მინდა გავუწყოთ, რომ ჩვენი პირველი იუბილარი იქნება ფიქრობ ყველასათვის ძალზე საყვარელი და კარგად ნაცნობი, ჩვენთვის კი ორმაგად საყვარელი და 100 მაგად ნაცნობი საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საპატიო ივერიელი, ბატონი თეიმურაზ ციგლაური. ეს ცხოვრება მალულა, დოღია და მარულა, ჩემი რაშიც მიქრისა და ჩერდება. მერე რა რომ ჭაღარა თმაში შემოყვარულა, გული გული თურმე არა ბერდება. აშოთილი ასulis, სილამაზეს ხაბრული დამსაფრავს და გული გამიჩერდება. სინდის ნამუშედრული, თავსი მართლე პეტრული, რა ვქნა ძმაო, გული არა ბერდება. თუ ტირი ვარ, გულის ნებიტირი ვარ, გულიდანვე გულიანად მღერი ვარ. 100 წლისაც არ ვიქნები ბებერი, გული შევჩეს ოღონდ უბერებელი, გული შევჩეს ოღონდ უბერებელი. რასაც მხედავ ღვთისაბარ, ღვთისგანა ვარ ღვთისაბარ, გული ჩემი ვერ გადასვა ბერდება. დრომობა და მიუვალ, მისავალი მისავალ, იქაც ვიტყვი, გული არა ბერდება. გულის გული გულის ხმა, გულის ხური გულის ხმა, გულანგენის ზევგულით მოჩება. დაგიამებს სიარებს და გარიდებს სიავეს, თუგი გული გულიანად ირჯება. თუ ტირი ვარ, გულის ნებიტირი ვარ, გულიდანვე გულიანად მღერი ვარ. 100 წლისაც არ ვიქნები ბებერი, გული შევჩეს ოღონდ უბერებელი, გული შევჩეს ოღონდ უბერებელი. ეს ცხოვრება მალულა, დოღია და მარულა, თავის მსაჯი თავის მეთაურითა, გულს მიედერ ბოლაში იმარჯვებენ გულითა, განარაში დგანა პედაურითა. გულის გული გულის ხმა, გულის ხური გულის ხმა, გულნადგენი ისევ გულით მოჩება. დაგიამებს სიარებს და გარიდებს სიავეს, თუგი გული გულიანად ირჯება. თუ ტირი ვარ, გულის ნებიტირი ვარ, გულიდანვე გულიანად მღერი ვარ. 100 წლისაც არ ვიქნები ბებერი, გული შევჩეს ოღონდ უბერებელი, გული შევჩეს ხალხო უბერებელი. დავზანდი, ჩემო დავზანდი გენაცვალე დავზანდი. ასეთი იუბილარი გვყავს, გული რო უბერებელი შერჩება, მაგის გარანტიას მე გაძლევთ, იმიტომ რომ თავიდანვე როცა მობრძანდა ერთ-ერთ სოლო კონცერტს რო ვაკეთებდით, გახსოვს? ჯერ ერთი მადლობა გადამახტენიერ. შენი სიმღერაა, ჩემო ჯემა. შენ გენაცვალე. სიტყვები შენია, მუსიკაც შენია და ბატონებო ისე დროს დამიწერე ერთ-ერთი კონცერტი, სოლო კონცერტი უნდა გაკეთებული იყო და დამიბარა. მოდი აქო ბალღო, იცი რა კაი რამე საჩუქარი გაიკეთეო. მე მეგონა რამე სამოიღებ და ისე რაღაც. ხოდა აი დაჯექიო და დაუკრა ეს და გახდა იმის შემდეგ თითქმის გიმნად იქცა, ვინც კი ცოტა წლებში შევა იმ წუთში ამას ღერის ხოლმე. აი 100 წლის. პირობაც მივეცი რომ აი 100 წლის იუბილეს რო გადაიხდის, ეგ უკვე 200 წელზე ვიზრუნებ ახალ სიმღერას. ჩვენი ეს 100 წელი საიდან მოგივიდა თავში რომ გითხრა. მე გამახსენდა და იქვე იმპროვიზირებულად უთხრა, მე ვთქარი, აბა დაფიქრდი. 55 წელია მეგობრობთ, მართლა ეგრეა, 55 წლის მეგობრები ვარ. 45 წელი ივერიაში ერთად ვიყავ. შევკრიბოთ, რამდენი გამოდის? 100 წელი გამოდის. აი, კიდე 100 წელი. კარგი ეს ყველაფერი. მე
ორი სიტყვით მინდა ის მოგახსენოთ, რომ ერთდროულად ძალზე იოლიც არის თემური და ჩემთვის ლაპარაკი და არც ისე იოლიც, იმიტომ რომ ესე იგი არც ის მინდა რომ ოფიციალურ საუბარში გადავიდეს და მეორე მხრივ ზედმეტ ფამილარობასაც ვერ იტანს გადაცემა. ამიტომ შევეცადოთ ისევე გულწრფელად როგორც მოვდივარ ჩვენ აი ამ 45 წლის მანძილზე ერთად, ასევე ვისაუბრებთ აი ამ შენი იუბილეის თაობაზე. უპირველეს ყოვლისა 70 წელი, ხო? ესე იგი მინდოდა მეკითხა რა არის 70 წელი, მე გამახსენდა რომ ჩვენ ამაზე არაერთხელ გვიცინია, იმიტომ რომ გივი ბატონმა გახსოვს რა თქმა უნდა რა, ვერიგაშვილმა. და მე კონცერტის შენს მითხარი მისი სიტყვები რომ გაიმეორეო და შენ უკეთესად იტყვი ძალიან აქ თქო რა, რომ არა მე მაშინ მახსოვს რომ ბატონ გივის იუბილეზე ბატონმა გივი ასეთ რამე ბრძანა 70 წელი ეს გახლავთ ასაგიო, როცა ყველა კითხვაზე პასუხი გაქვს, მაგრამ არავინ არაფერს არ გეკითხებაო. მაგრამო დაბერებას გაზრდა ამჯობინეო. აი ეს უკვე შენი პასუხი იყო, ეს უფრო მომეწონა, იმიტომ რომ თემურის ზუსტად ეგ დევიზი ჰქონდა ყოველთვის, რომ ცდილობს მაქსიმალურად ახალი გაიგოს, ახალი შეითვისოს, რაღაცა შემატოს თავის ცოდნას და ამიტომ მე ვთქვა რა გითხრა, იცი რომ შეეკითხებიან ჟურნალისტები, შენ ასე უპასუხე რომ ასაკთან ერთად უმეტესობა ბერდება, აი მე კიდევ ვცდილობ რომ გავიზარდო. ვიზრდება კაცი. კარგი, ეს მოთელო. ახლა რა შეეხება იმას? ნუ 45 წელი ვთქვით ივერიაში ერთად ყოფნა, ეს ძალზე დიდი პერიოდია. მოგეხსენებათ ერთად მუშაობთ. საუკეთესო პერიოდი ჩემი ცხოვრების ალბათ. ჩვენიც და ჩვენიცკაც რა ლაბარაკი. ჩვენი ერთად ყოფნა. რა აღარ ყოფილა, ისე 70-ზე მეტი ქვეყანა, უცხოეთი, გასტროლები, ჭირის, ლხინის, სიმძიმეს, სიხარულის, ტრიუმფის, ყველაფერი იყო. მაგრამ მე აქ მინდა ხაზი გავუსვა ერთავს, რომ პირველ რიგში მის ულამაზეს ოჯახს, ჩემს ლილის მიულოცო, ჩემი თემურის დაბადების დღე. ლილის გაუს. ილოცავ ლილი და უმრბესი მადლობა ჩვენი ბიჭების სახელით, ივერიელების სახელით, იმისათვის, რომ შენ ერთდროულად ორ დიდ საქმეს აკეთებდი ლამაზად. ამისთან არწივ ქმარს უვლიდი და გარდა ამისა ივერიელებს გვედექი გვერდში, როგორც შეიძლება გადავწე. მოკითხვა გადავწე ჩემს მეუღლე. კი ბატონო. ლილი ისევ მღერე გულში ჩუმად რაც გიმღერია თორე მომღამის გაზაფხულის მთვარიან ამეს მე შემოდგომ ისევ და შემომერია იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ მომღერი რომ ცუცებსაც გადააქცევს მალე მოგონება და თან გახლება სიყვარული მას როგორც ნამქერი იმღერე რამე იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ მომღერი რომ ცუცებსაც გადააქცევს მალე მოგონება და თან გახლება სიყვარული მას როგორც ნამქერი ოსკარის დაჯილდოებაზე ხო ეუბნება მადლობა ახლა დეგი შენ უთხარი მადლობა მადლობთ ყველაფრისთვის რაც კი შენ ჩემთვის გააკეთე ამ დიდი ხნის მანძილზე აი ეგრე ეს მასაკითხია ასევე ჩემს დიდი მადლობა კეთრინო აბარო ისიც ივერიელია და მართლა დიდი წვლილი აქვს შემოდალი ანდრიას ველოდებით ახლა ცოტა ხანში შვილიშვილს რომელიც შეავსებს ამ კოჰორტას ოჯახს ეს არის მთელი ჩემი ოჯახი კი ბატონო მაგრამ ეგ არ არის და მთლიანად ივერია. ეს უკვე მეორე ოჯახი ივერია ჩემი ბატონო შეგარდა. მოვიდა ალბათ დრო დაუძახოთ ნუგზარ ყვაშალს და დავიწყოთ საუბარი თემურიზე, ვინ არის, რა არის და შევეცადოთ სხვა რაკურსით დავნახოთ მაგოლა. მომზადი ნუგზარ. დაუგლოცავ ფოტოლოგიურ თემურიზე. დაუგლოცავ დაუგლოცავ იუბილეას დაუგეკი ვერ. რას მიყურებ რა? ნუ გაზრდილ დაბერებულო. ილოცავ ჩემო დიახ საყვარელ ადამიანს 70 წლის რა ბევრი კი არა არა საერთოდ შენისთან რისკიან და შენისთან მაქსიმალისტ ადამიანებს არ ეტყობათ ეს აი ხა მე ყველა ალბათ გამერწუნები თქო 70 წელი არ ეტყობა არა აბსოლუტურად ყოველთვის ესეთი იყო ჯემალ შენ გახსოვს ყველა გადაღებაზე კონცერტებში აი ჩხიფ თაკორტილში მახსოვს თვითონ ყოველგვარი დუბლორის გარეშე სალიხელი ჩამოეკიდა ვერტფრენს და აი ეს იფრენენ ამდენხანი ჩვენ თვალებს მეორე ხელს ვაშველები ხო თვალებს დახუჭულები მეორე გადაღების დროს აი საჰაერო ბურთი როა ბოდბის მონასტერსაც შეეხეთ იმადოს ესე კედელს და მე არ ვიცი ესე ორი რამეები თქვი შეგაიზარდა არა რისკიანი ადამიანი აი თუნდაც იმაში საქართველოს საესტრადო ნაკრები იყო ფეხბურთში ყავდა ბევრ გუნდებს ვეთამაშეთ
ერთ-ერთი თამაშის დროს გორის დილას ვეთამაშებით პროფესიონალებს, მაგრამ იმათაც ვეტერანებს და მეუბნები თემურ ახლა შენ ხარ სპორტულად გამოწყობილი გეტრებში, ბუცებში, ტრუსებში და გამოდი შენი დანახვა უნდათ მარტო ხავს და დაგენახო რომ თემური თან 9 ნომერია. გამოდი არ გააძლევ. ფეხი გამოდი, გაიქცე, გამოიქცე, გაიცე, გაათამაშ, გამადა და გამოდი მე რა. გავიდა. ბურთი მიუვიდა თუ არა? რო დააწვა. მოატყვა ერთი, მოატყვა ორი, მოატყვა სამი. მოდა მივიდა კარტან და მულტიკებში რა ფეხი რო აწია დასაათ აი ესევე წაიქცა. არა, ავიქეცე ახლა რა. ორივე ის დამიწდა აქილესის. ესები გაიწვიდა გასულ. საღამოს კონცერტზე მოვიდა ესე გამოვიდა. რობოტის გამოვიდა კონცერტზე. მაგრამ აი ეს მაქსიმალიზმი ეს ყველაფერს შეხასიათებს და კარგია, იმიტომ რომ ახლა ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია რომ მამაკაცისთვის ერთ-ერთი პირველი რაც მოეთხოვება რომ ჰქონდეს ეს არის პასუხისგებლობის თავის თავზე აღება. კაცი ამის გარეშე არ არსებობს. უნდა შეგეძლოს ჭირშის და ხიშის პასუხისგებლობა აიღოს შედეგად. ამაზე მეტი პასუხისგებლობა როგორც აი იბადება ახალი სიცოცხლე და შენ იყო აი ამის პასუხისგებლობის თავის თავზე. ბები ახალი რო იყავ, ხო გახსოვს? აი ეგ მოუყვა. აი ეგ შეახსენე ჩვენ საზოგადოებას. ბები ახალი არა, პაპაკაცი და ვარ. პაპარაცი შეარაგებიოთ, პაპაკაცი და ვარ. ეხლა ყველაფერს არა, ეგ მოსაყოლია მაგრამ არაჩვეულებრივი ისტორია. სოფელში კოჯორში იქაური ვარ, იქ ვიცი სახში ვარ, უბრალოდ ეზოში, ამ დროს მოვარდა მეზობელის ბიჭი, არაჩვეულებრივი ბიჭი და მიშველეო არ მომდის სასწრაფო და მეუღლე მყავს ორსულად და ჰა უნდა იმშობიაროს აბა დროზე გავიქეცი ჩავსვით მეუღლე უკვე გაშავებულია ქალი კაცო ახალგაზრდა ბიჭები არიან ბიჭი გოგო არიან დედამისი ჩაჯდა შვილი ჩაჯდა და მორბივარ ეხლა კოჯიდან ნუ და მოვასწროთ რომ სამშობიაროში მივიყვანო მაგრამ ვაი შენ ბრალ ჩამოვედი სოლაკამდე როგორც იქნა მოვახციეთ და გადმოვხდი და მანქანიდან რომ დავი ეს გოგო უკვე ყვირის მომდგარია ეს ყველაფერი და ყვირი ხო მიშველეთ და ამ ხალხს ეგონა რომ ან ვიღაც არა ცუდი პერიოდია რაც ეს 90 წლებია და 97 წელია ეს და ის პერიოდია როდესაც აი ესეთ ძალიან ცუდი პერიოდი რო იყო თბილისში აუდექი დავჯეგი არავინ არ გამოდის დახურეს ყველა ფანჯრე გამოვიქეცი და ლესელიძეზე იქ მაღაზია იქ მეგულებოდა იქნებ ვინმე იყოს გავაჩერე და ამ გოგომა და აი დაიყვირა ისეთი ეს რა ყოფილა ბიჭო შობია რომ პირველად მოვისმინე ეგეთი ხმა და რა დაჭრილა და 3 კილოვატი იყო 3 კილოვატი არა ყურები აღარ მქონდა და სიხარულისგან ეს მეუღლე იქითკე ეშველება ნაკეთ მე ვეშველები არის ერთი დედამისი გადმოხდა ვა ფუსფუსებს გადმოვედი ხალხო ბავშვი დაიბადა ბავშვი და ნელ-ნელა რო იღება ფანჯრები ხო იცი ესე ხა ეგ ძალები გამიყურებიან და დაინახეს რომ მართლა რაღაც ასეამონო ხდება და წამოვიდა ხალხი მოდიან ვა დაიბადა და ყველას მოაქვს საჭმელი და სასმელი. საკეიბოდა. კაპოძე ისრება ნელა სუპარა. ეხლა საქმე ის არის რომ ჭიპლარი ხო უნდა მოჭრა. იბადა. ეხლა მაგას ვინ იკისრებს? თამადა იკისრებს. არა, ვინ? ხოდა. ემიყურებენ და მე ეხლა ჭიპლარის მოჭრა ეგრე სად არის კაცო? ხოდა ქალი მეუბნება აგეიქო გვერდზეო მე ან გინეკოლოგი ესე იგი ჩემი კოლეგა შუშანია ცხოვრობსო ხო და იქნებოდა გავიქეს იქვე 50 მეტრში და შევარდი და ახალგაზრდა გოგო იქ რაღაცა და დაიბადა ეს ქალი გადაირია ვიდო საიდან გაჩნდი ეს ვინ დაიბადა აგე იქ მეუთხარი მანქანაში იშვა და დანაჩანგალი აიღე და წამოდი ეხლავე ორი ჭიქა ხო და გალესა დანაჩანგალი გევიგეც თუკან რა შევარდა ყველაფერი კარგად ნორმალურად იქ ჩაათავა მაგრამ ჩვენ ხომ ქეიფობთ გარეთ კაპოძე ქეიფობთ რა უკვე და სამშობიაროს კაპოძე ხო? სამშობიარო ჩემი სამშობიარო რო გამოვარდა გარეთ და რომ მოხვეთა ეს ყველა აბა დროზე საწინააღმდეგო მხარეს მოძრაობით ავარდი სამშობიაროში და არაჩვეულებრივი გოგო მარიამი დაიბადა, გადარჩა, გაიზარდა, უკვე არის 18 წლის და მე მომნათლე და ეხლა ნება მომეცი ჩემს მარიამს ამდენი მოვყევი მასზე უძღვნა სიმღერა
მანანებო შენთან ერთად და ყველა ქალბატონს რა თქმა უნდა. კარგი აზრია კი ბატონო, მიკროფონი მადლობ. აბა იმ პატარა სიყვარულის რემლებს ფიცა იმ თეთრაგვანს დედა ჩემი სისფერცვალებს ფიცა უმიწას ბაჟას გულზე დაყრილმიცას რიჟრად ფიცა ნისლებში რომ იფერმთალებს თუ დავეცენ უმიდირებს დანანებით ნახველს გულში არასოდეს გავივლევდი საქართველოს ლამაზებო საქართველოს მანანებო ნამაყარეთ თქვენი ფერის ყოლაბილები თუ დავეცენ უმიდირებს დანანებით ნახველს გულში არასოდეს გავივლევდი საქართველოს ლამაზებო საქართველოს მანანებო დამაყარეთ თქვენი ფერის ყოლაბილები გული დამავს სიყვარულით განახელი ყურებია ხოცრემლებიც მყوارებია ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი ხანჯარით გულში გამიტარებია თუ დავეცენ უმიდირეს დანანებით ნახველს გულში არასოდეს გავივლევდი საქართველოს ლამაზებო საქართველოს მანანებო დამაყარეთ თქვენი ფერის ყოლაბილები თუ დავეცენ უმიდირებს დანანებით ნახველს გულში არასოდეს გავივლევდი საქართველოს ლამაზებო საქართველოს მანანებო დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები დავზადით. ახლა გიძვირბასო მეგობრებო. რამდენი ხანია ეს სიმღერა არსებობს შემა? და კიდე დიდხანს არსებობს, თუნდაც ნამდვილი ქართული სიმღერაა. ხო, და დარჩა. ამას 70 წლის არწივი თუ შეასრულებდა მე ვერავინ. არწივილა. და 70 წლის ბუ. ეხლა ჩემო ბატონო კიდევ ერთი ძილძველი ივერიელი შემოვამატოთ ჩვენ სუფრას რა ქვია სტუდიას. დიახ. სუფრა გონდა ჩვენ უკვე გვექნება კიდევ. აბჯერად სტუდიას. ბატონი ვახტანგ თადიშვილი. აი, კაც. ოდანი. ეს სტუდია იქ რაღაცა დავჭყავდნენ ჩვენი დახასიათებაა ესა. პარტიული არა დავიღუპე. აბარა კაცო. სერიოზული მხიარული მუსიკალური ხასიათი თავადური ძმაკაცური თმაჭაღარა მაგრამ ძალა ახალგაზრდული
არწივთა მხედარ თავარი ციკლაური თავდაბალი ხმამაღალი უნიკალური მოკლედ კაცური თემური მადლობ დრაზო ადრესი გადმომეცი შეიძლება თავის დროზე ძვირად გაიყიდება რომ იცოდე შეიძლება რა თქმა უნდა ჯუჯურია მადლობ თუ ახო თანდათან ფასი დაედება დამძად ეხლა რაც შეეხება შენეულ დახასიათებას სულ დაჭაგრული ვიყავი ამის ხელში ესე იგი მე ვიყავი წყილი ეს არის მუხა მე ვარ წრუწუნა ეს არის არწივი მე ვარ ჯუჯა ეს არის გერვა მოკლედ სულ რაღაც ესეთი სულ დაჭაგრული მაგრამ იყო მომენტი როცა მე ვიყავი ქირურგი და სიმღერით ვაკეთებდი ოპერაციას და ეს ყავდა პაციენტი და სულ ჩუმად იყო შენ ასისტენტი იყავი დეცა რა მომაჭერი მაშინ ეხლა გითხულა ეხლა ფია ფალკისტარა ნუ მაშინ ბრამანაცლავის ოპერაცია იყო სიმღერით ხო და ასე შემე მაგრამ ისე ერთი წუთი მათქმეინეთ ხალხო წელს გვაქვს არაჩვეულებრივი წელი 65 წლის ხდება ჩემი ნუგზარი 75 წლის ხდება ჩემი ვახო და ასევე ბატონი გევალით 75-ის ისე რომ ჩვენ ივერიელებს გვაქვს ბრგვალით არიღები ბრგვალით ალიკო ბრგვალით არიღები კი გვაქვს მაგრამ როგორც ვიზუალურად ხედავთ სამნი ვახო მე და ნუგზარი ვამართლებ და ჩამრგვალებულები ვარ და ერთადერთი წახნაგური და ახალგაზრდული თემური დაგჭა ეხლა კაი თემაზე გადავიდეთ კაცო ხინგალი ამისთან და ხინგლის მომხვევი ბძიული მე კარგა ხარი არ მინახეთ საოცარ ხინგალს ესე მეფურ კანადაშიც კი გააკეთა ხინგალი გახსოვს ესე იგი ჯერ კანადელებს გადარდება მაგრამ აი იქაც კი აი ეთყობა ის მეფური ხელი რომ აი დუღარე წყალში ხაო ვისაც გიყვართ ხინგალა ვის არ გიყვართ ერთი მითხარი რომ ამოვარდება ხომ ამოვარდესა და აი იქიდან შეუულია პირდაპირ ჩახოს ხელი ამოიღო არ არის ძნელი მოიდა არ არის ძნელი ერთად წადე და მე ორი თვე დავდიოდი ბალა მოიდა ჩქარა რა ვიცოდე ჩქარა მე მოგილი ჭამამინდა მაგრამ მე ნანახი მაქვს იქით კი ასპინძაში ხალბატონმა მოუხვია, აბა ამოიღო, ამოვიღე. აბა ეხლა გადაყლაპეო, ვაიმე, მე. იმა გადაყლაპე. ახლა გეუბნე. ეგ მარტო ასპინძაში შეუვლიათ. ეგ ფოკუსია. მაგი არსად ყოველ შემთხვევაში ჯერ კიდევ შეიძლება შენი ხმა უჭირდება ჯერ კიდევ. ყველაშორის 30 წლის ჯება მქონდა ჩვენ სარეკლამო რაღაც ბლოკი სიმღერების და ერთ-ერთი სარეკლამო სიმღერა იყო ამ ჩვენ ულამაზეს უსაყვარლეს და კი ბატონო, ოღონდ მანამდე ნუგზარ გაიხსენ ესე იგი ჩვენ იმდენს ვლაპარაკობთ რომ გახსოვს მუხიბულმა რა გააკეთა ჩვენ მუხიბულმა დატო ჩვენ მე დავახო ვიცით და ეს დაიწყო თუ რომ დავიწყოთ ეს სიმღერა რომელსაც მე ვიცნობ და რა სად მოიტანა ბოლიაზდის და მოიტანა ეს 20 წელი ხინკალი სენაზე დიდი საკონცერტო დარბაზი ჩვენ კი ვიცით და ამან აიღო შუაში რომელიც იყო დიდი და აი ესე იყო გამოწყობილი შავ ღიმაში სმოკინგში და შიგნით იყო ფქვილი ეს უბრალო კონცერტი, პროგრამა იყო, საკონცერტო პროგრამა სჭირდებოდა ასე, ხოლო ხინგალი მაშინ როგორც სარეკლამო ნომერი მართლა შევიდა. ახლა თუ გახსოვთ, მოდი შევეცადოთ და გავიხსენოთ, აბა. როგორ არ მახსოვს? სცენაზე. მოდი რა. ივერია სცენაზე ხო? იმის გემო გადამოვიცოთ. ორნახადი ცეცხლიდან ორნახადი გრიგალი ორა კარგი დღე იყო მე რომ შენთან ვიყავი ხინგალი 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 ორა კარგი დღე იყო მე რომ შენთან ვიყავი ხინგალი 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 თვარესავით მთლიანი ღადღადა და წაბნიანი Cizakiyani, 19 naochiani, xingali, xingali, xingali. Bimbil Cizakiyani, 19 naochiani, xingali, xingali, xingali. Atomuri bombida, iaraghi shriali. Sivio bizdam kashets, arvajamot xingali, 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 xingali. Damkashevs, arvajamot xingali, 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 xingali.
მახსოვს. აბა დაბზანდი. აი ხინკალზე დავიხსენეთ. არის ახლა ხალხმა რო არის ფიქრობს რომ მხოლოდ საქეიბო და მხოლოდ ასე ვთქვათ ხინკალზე მღეროდი თუკეიფონდრე. ორი სიტყვით რა თქმა უნდა ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას ივერის სამხელა პროგრამებზე ცლად ვილაპარაკოთ, მაგრამ აი მოკლედ იმ სიმღერებზე რასაც თემური მღერედა. აბსოლუტურად ყველაფერში თუ გადავავლებ თვალს არის მართლა ღრმად შინაარსიანი სიმღერები. ეწევან მანებო ხო იმღერა. ყოველთვის მისი ლექსის და მელოდიას არ არის შემთხვევითი, ყოველთვის არის ნაფიქრი, ნააზრევი. ეს იქნება მაგალითად იყიდება საქართველოს, ეს იქნება მუხრან მაჯავარიანის ლექსზე იარო, ეს იქნება ბურმანებანის ლექსზე უფლისციხე და ასე უამრავი. ღვთისმადლი 250-ზე მეტი სიმღერა აქვს ჩაწერილი და კიდევ ბევრს ჩაწერს თქვენი თემური. გარდა ამისა, ცალკე თემა არის მიუზიკლები, სადაც ყველგან მას თავარი როლი ჰქონდა გასაგები მიზეზების გამო და მიუზიკლში ეს კიდევ უფრო რთულდება. ყველაფერთან ერთად უნდა შეგეძლოს როლის გახსნას, ანუ აქტიორული ოსტატობა უნდა მოგდებდეს. უნდა ქონდეს ძალიან კარგი დიქცია, იმიტომ რომ იქ არ არის გრძელი მონოლოგები, დიალოგები და შინაარსი სიმღერით უნდა მიიტანო. ბევრი კომპონენტია და ჩვენ და საბედნიეროდ ყველაფერი ეს უხვად ქონდა მომადლებული ჩვენს ძვირფას იუბილარს, ამიტომაც იყო რომ ჩვენი პირველი მიუზიკლიდან ჭყივთა ქორწილიდან მოყოლებული, სადაც ის არწივი იყო და ბუნებრივია მას მერე ქართული ესტრადის არწივის საპატიო წოდებაც მიენიჭა მაყურებლის. ამას მოყვა არგონავტები ურთულესი აიეტის როლი რომელიც წინვად შეასრულა, ამას მოყვა თოვლისბებოს ზღაპარი, ის კარგი სოციალური სატირა იყო. აი იქ ამ გერვასის თამაშობდა თემური და რა თქმა უნდა ნიკალა ფიროსმანში, რომელმაც მართლაც ჭეშმარიტად გვირგვინი დაადლა, გვირგვინი მის შემოქმედებას და ივერის შემოქმედებას. ხო და ახლა დავიმატოთ ჩვენი მეგობარი და ივერის შემოქმედებაზე აღზრდილი უნიჭიერესი კაცი ხვიჩა მაღლაგელიძე და ერთი სიმღერა, რომელიც ძალიან უყვარს მაყურებელს, გავიხსენოთ ჩვენი მიუზიკლიდან თოვლის ბებოს ზღაპარი. აბა ხვიჩა მაღლაგელიძე სტუდიაში დასრულდა. Argia. Mama. Aba bichebo. Keitsvitrem dilidan, bikira bebdilishas, shikchavizva, lomebs paparashri. Tams movajri trumbibit, gasiebo mikitas, ჩვენ საგადრის სუფრად თუ არ გაშლის წმინდა მიქელ გაბრიელს სანამ გავახსენდები სანამ ქვეყნად არსებობას მაცლის არემარეს ავიკლებ არაფერს არ დავიკლებ ტრიჟინაზე ზღაპროს სუფრას გავშლი არემარეს ავიკლებ არაფერს არ დავიკლებ ტრიჟინაზე ზღაპროს სუფრას გავშლი ღვინო მამა პაპური დალოცვილი გახური მირჩევნია ოკოდავების სამას ღვინო არის სამოთხე დაედები დიდ ჩარდალებ ჯოჯოხეთში წაბა ღვინო არის სამოთხე დაედები დიდ ჩარდალებს ჯოჯოხეთში წაბა სანამ სიკვდილი კარზე მოგვიკაკუნებს ჩემს ნაგვალებს სალეგავდა დაშლი არემარეს დავიკლებ არაფერს არ დავიკლებ ტრიშჩინაზე ზღაპროს სუფრად გავშლი ხეებს ვიწყებდილიდან ვიქირავებ დილიშანს შიფშავისვამ ლომებს პაპარაშლის შევოვის გამზმაგაცებს აქედან და იქედან დაილოცოს პურმარილის მატლი შევოვის გამზმაგაცებს აქედან და იქედან დაილოცოს პურმარილის მატლი ღვინო მამა პაპური დალოცვილი გახური მირჩევნია ოკოდავების ჩარდალებს ჯოჯოხეთში წაბა ღვინო არის სამოთხე დაედები ის ჩარდალებს ჯოჯოხეთში
მობრძანდი არ გინდა. ქეიფერი ადგილზე დაბრძანით დროზე მით უფრო რომ ახლა შემობრძანდება უნიჭიერესი და უშვენიერესი და ჩვენი უსაყვარლესი ივერიელი ქალბატონი მანანა თოდაძე. აი სპეციალურად ჩამოფრინდა ამ დღისთვის. დიდი მადლობა. ჩემი ფრანცუჟანკა. ჩხიკვი ჩამოფრინდა, ჩხიკვი. დაბრძანდით აქ დაბრძანდით. შენ აქეთ? ლუგზარი აქეთ? მარგარიტა, როგორ ახარ? გენაცვალე. კარგად, გენაცვალე. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, ეხლა ვიჯექი კულისებში და გამახსენდა მთელი ჩვენი ცხოვრება, მთელი ამდენი წელი, ამდენი, რა ვიცი, ის აღელვებული ვარ სიხარულისგან. ჯერ ერთი მინდა მოგილოცო, ჩემო კარგო. მადლობა. შენ ახარ არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი ადამიანი და მე ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ღმერთმა მომცა იმის საშუალება, რომ აი ამ ჩემ ლამაზ ბიჭებთან ერთად მომიწია მუშაობა და დღემდე ვაგრძელებ აი ამ ბატაშორის აი ორი სიტყვით არ შემიძლია არა ვთქვა და მე გააგზელებს მანანა მართლა უდიდესი როლი აქვს ივერიის წარმატებაში დავად მანანას თავის 3 ოქტავიანი უნიკალური ხმით აქტიორული ოსტატობით თავდადებით მაგრამ აი ხანდახან ხდება ხოლმე რომ ორი ნიჭიერი ადამიანი რომელთაც მუდმივად მთავარ როლების შესრულება უწევდათ მუსიკლებში შესაძლოა იქ ბეტოქეობა ფარული რაღაცას გაჩნდეს ხო აი უბედნიერი ხალხი ვარ ჩვენ ყოველგვარი გაჭარბების გარეშე ეს იყო უნიკალური პარტნიორობის მაგალითი. როგორი უნდა იყოს ურთიერთპატივისცემელი და ურთიერთმოყვარული და საქმისადმი თავდადებული ორი უნიჭიერესი ადამიანის თანამშრომლობა და ეს იყო ამისთვის უდიდესი მადლობა ყველა ჩვენთაგანი. მაგრამ ყოველთვის ეგრე არ იყო. ჯემალ გენაცვალე. მე ხო სცენაზე ვიდექით და რა. ფიროსმანში ну ჩემზე უბედური კაცი ხო არ იყო საერთოდ რა თქმა უნდა რამე ეს და რაც გამიკეთა რა ну ეს იყო ну არ ვიცი უმაღლეს ნოტებს რო გიმღერო და ყურშეგრო არა ეგ აღარ მინდა თქვა და ცალკეულიდან აღარ მესმის იმის შემდეგ დამტიროდა იქ ჩემი ბრალი კი არ არის 70 წლის ბრალი აი მეგობარია აი ეს არის მეგობარი უბრალოდ იქით იყოს და აი მინდა სიამაყით თქვა თემური არის უნიკალური პარტნიორი. ჩვენ აი ესე არ უყურებდით თემური მე არ მიყურებდა, ჩვენ გრძნობდით როდის რა უნდა გაგვეკეთებინა. პატარა ნიუანსიც კი, ესე იგი, იყო აბსოლუტური სინქრონი. იმდენად ადამავიწყდება მაპატიე ბატონი ჯებალა. ისე უხაროდა ყველას ერთმანეთის წარმატება. და ვიდექით და ფონებს ვაძლევდით ერთმანეთს, გვერდში ვედექით. და შედგა 4 მიუზიკლი. აბარა 4 მიუზიკლი და 25 საკონცერტო პროგრამა. ეს არის აი მართლა როდის ვაკეთებდით, არ ვიცი. აი ახლა ფიროსმანზე საუბრობდით ზუსტად და მოდი ნახოთ ერთი ფრაგმენტი მართლაც ტრიუმფალური გამოსვლისა ფიროსმანის მოსკოვში. მივდივარ და Tardi mi max Ara moxteba xwaldase Issew sheni medi max Khames toam kvetanaze Khames to isen sakatrelo Sakatwelo sam shoblo ერთ სფეროს მოვაწეობისა თემურის რო არ შევეხოთ არ შეიძლება ეს გახლავთ აი უცნაური დებიუტი უკვე ასაკში შესული თემურის საოპერო ხელოვნების დარგში არც მეტი არც ნაკლები აბესალობდა ეთერში ბათუმის საოპერო თეატრში სხვათა შორის დიდი მადლობა ამისთვის ყოფილ ივერიელს და წინვალე ქართველ ტენორს ალექსანდრე ხომერიks ჩვენს მეგობარს რომელსაც დიდი შრომა გასწია შედგა ჩინებული დებიუტი გას თემურის იმიტომ რომ ყოველთვის
ყველა ამას ეუბნებოდა რატომ არ აირჩიე საოპერო ხელოვნების გზა და ეს ერთგული კაცი გაყვა ესტრადაში იყო ბოლომდე ეს და მიუხედავად ამისა მაინც შედგა ეს დებიუტი და ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ცირე ფრაგმენტი ამ დებიუტიდან ნახოთ რომელიც ბათუმში ჩატარდა ჩემომატონ სხვათა შორის სასიხარულო ამბავია და ეს რო არ თქვა არ შეიძლება ისევ დადგა დღის წესრიგში რომ აღსდგეს ისევ ბათუმში საოპერო თეატრი. აი მიულოცოთ ბათუმელებსაც და ალექსანდრე ხომერიკსაც. ხომერიკსაც მიულოცოთ ეს დიდი ძირბასო მეგობრებო გადაჭერება უჩამითვლით რასაც მოგახსენებთ აბსოლუტურად ზუსტი ფაქტია როგორ ჩამოვაყალიბო ახლა ვიფიქრობ აი ოქროს თევზის ამბავი ყველას მსმენია რა ვიცით ოქროს თევზი რო არსებობს თურმე ოქროს თევზი კაცო თლათ თევზის სახით კი არ ევლინება ყოველთვის ადამიანს სხვადასხვა სახით შეიძლება რომ მოევლინოს აი მაგალითად ჩემს თემურს აი მისთანა ოქროს თევზი მისი მეგობრის ერთი ძალზე ცნობილი და დიდი ბიზნესმენის სოსლან ხარებოვის სახით მოევლინა. არც არაფერი აქ ხუმრობა არ არის, აბსოლუტურად სერიოზულად მოგახსენებთ. მოვიდა ყველაზე გაჭირებული წლები რო იყო. მაშინ და აი პირდაპირ როგორც ხშირად გვიდატრია ჩვენო და ესეთი შემთხვევა იყოს და რას ვისურვებდი ოქროს თევზისგან და ეუბნება რომ აი თემო მაქვს ყველაფრის საშუალება არც მაშინ და არც ახლა თემურის თავზე არადროს არ გადადიოდა და განსაკუთრებით არ უხინდა და მოვიდა კაცი რომელიც ეუბნება ბინა გინდა შემიძლია მანქანა გინდა შეიძლება არ მოგევიდოს ეთქო ამას დაფიქრი ქონდა თემურის და უთხრა იცი რაო თუ მართლა ამდენი საშუალება აქვს უამრავი ნიჭიერი ხელმოკლე ბავშვია ვისაც პერსპექტივა არ აქვს ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია დავარქვათ სოსლენდი ანუ სოსი იცი თქვენ რომ გადაარჩინე ჩვენი სულები ხო სოსლენდი და მოამზადოთ ეს ბავშვები ნიჭიერი მათ შორის ტოლვილები მათ შორის ხელმოკლე ოჯახები და მოამზადოთ ეს ბავშვები კომპიუტერის ვასალთ უცხოენას ვასალთ მივცეთ მათ სპეციალობა თუ დასაქმებაში დავეხმარებით ხო კარგი და ეს იქნება რეალური სიკეთე რომელიც აი მართლა სული და გულით ვისურვებდი რომ გავეკეთებინა ესე იგი შეისმინა იმანაც ღმერთმა შეაგუნა ეთყობა რომ ესე აჯობებდა 5 წელი იმუშავა სოსლენდი 2000-ზე მეტმა ბავშვმა შეიძინა სპეციალობა და დასაქმდა მათი აბსოლუტური უმრავლესობა და ნუ ამაზე მეტი რა უნდა გაიგეთებინა ასევე რუსთავში იყო კიდე რუსთავი კი ამით არ თავდება 3 წელი თუ რაღაც ამისთანა გავიდა კიდე მოაკითხა რომ უთხრა რომ კარგიო ამჯერად მაინც მითხარი კაცო რა გინდა შენთვის რა გინდა და აი აქაც ყოველგვარი გაჭარბების გარეშე მოკლედ მოგახსენებთ რომ თემურის სტიქაროსანი გახლავთ ლურჯი მონასტრის სტიქაროსანი გახლავთ და თავის დროზე ჩვენს ეკლესიას რამდენი ეკლესია ქონა იერუსალიმში 40-ზე მეტი ეკლესია იყო იერუსალიმში ეკლესია გააჩნდა იერუსალიმში რომელიც დღეს არც ერთი აღარაა ჩვენი მეტი სამლოცველო ადგილის კი აღარა ჰქონდა აი დიდი მცდელობით და დიდი ვაშკაცობით სოსლაინსა და ჩემი თემურისა დღეს ასეთი სახლი იერუსალიმში არსებობს შეძენილია და ჩვენი საპატრიარქოს მომლოცველებს შეუძლია ჩავიდეთ და მსახურება ჩაატაროთ. დედა ევგენია თავის. მათქვენე 2-20 სიტყვა იერუსალიმის შესახებ, იმიტომ ალბათ ის დიდი ბედნიერება როიცი ანუ რა განიცადე ცხოვრებაში დიდი ბედნიერებაო. ალბათ ის მომენტი იყო, როდესაც სასტუმროში ტელ-ავივში ვიჯექით და ჩემი საქმე და ჩემი, რა თქმა უნდა, ჩვენი საკითხი წყდებოდა იერუსალიმში. აი ახლა მაგ შესაძლებლობა ალბათ სახალხოდ და მთელი მსოფლიოს გასაგებად მოუხადო დიდი მადლობა იმ ქართველ ებრაელებს, უამრავ ქართველ ებრაელს, რომელიც ხალხში დამიდგა მაშინ.
ხალხი დამიდგა და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს იდეა განხორციელებულიყო და ბოლომდე მისულიყო. ველოდები სასტუმროში, იმიტომ რომ მე დამტოვე სასტუმრო არ დამოხვიდეო იერუსალიმში. მერიაში იხილებოდა? მერიაში იხილებოდა და იქ უნდა კენჭისყრაზე გასულიყო და უნდა ხელი აეწიათ, რომ ურთულესი არაებრაელს წმინდა მიწაზე რომ შეიძინოს მიწა და ეს წარმოუდგენლად რთული ამბავია. შეთენაც არ არის. იგი უნდა საკუთრებაში გადმოეცა. მაგაშია, იმიტომ რომ მიწა საკუთრებად ქრისტიან კაცს იშვიათად ეძება. იერუსალიმი არის დაკეტილი ქალაქი. კი ბატონო. მან აღარ შედის, არ შეიძლება ებრაელმა იყიდოს და რაღაცები გააკეთოს. და დაახლოებით ეგრე პირველი საათი იყო დღის, როდესაც მირეკავს იქიდან ერთ-ერთი ქართველი, რომელსაც ჩავაბარე ეს საქმე და ქართველი კაცს აიკიდა თავის ზურგზე ეს მძიმე საქმე და გაიტანა ბოლომდე მაინც და მირეკავს დაგენაცვლებ. ეგ რო თქვა და მივხვდი რომ გაკეთებულია ყველაფერი და მეც გავფუჭდი ის იქტიროდა მიახვდი. ეგ იყო არ ვიცი მე ასეთი ბედნიერი არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში. სანამ საფინალო სიმღერას ეთყობდე ერთი პატარა სამადლობელი სიტყვა და გადავიდეთ საფინალო სიმღერაზე. ეს სამადლობელო ალბათ ყოველთვის ამბობს სამადლობელოს ივერია. აბსოლუტურად ყოველთვის, იმიტომ ჩვენ საქართველოს ვემსახურებით. კონკრეტულად ვემსახურებით. ჩვენ არ მუშაობ და არაფერი. ღმერთს ჩემ სამშობლოს და ხალხს ვემსახურებით და როგორც შეგვიძლია ბოლომდე გავიტანთ. ამიტომ მადლობას ვუხდი მე ჩემს წინამძღოლს, ჩვენს სულიერ მამას, ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს იმისთვის, რომ უძნელეს პერიოდში, რაც კი მე დამადგა ცხოვრებაში და ჩემ ოჯახს, ეხლა ეს სახალხო მსურს დიდი მადლობა გადაუხადო მას, იმიტომ რომ მისმა ლოცვა კურთხევამ და მისმა დარიგებამ გამომიყვანა იმ საშინელი მდგომარეობიდან და ასევე კი არა ძირითადად მაინც ჩემი მეგობრების და ჩემი ივერიის გვერდში დგომამ. მე ამას მე ფეხზე ამდგარი ვიტყვი შენის ნებართვით. შენ დიდი მადლობა, იმიტომ შენი მანქანით ჩავედით მაშინ და მივედით იქ. ასევე დიდ მადლობას გიხდით ქალბატონებო, ბატონებო, მთლიანად საქართველო. ჩემო არაჩვეულებრივო მაყურებელო, თქვენი სიტყვა და თქვენი ალერსი, თქვენი სიყვარული ჩვენ ყველას გვაცმობს და მე მგონი ჩვენ ესე დავამთავროთ ვიდეო. დიდი მადლობა. უფლის ციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოსვეთი არადაღრილის და საგრელის ალბათ მაცნია არავით არის სხვა სამშობლო ამასე მეტი არ გამაჩნია არავით არის სხვა სამშობლო ამასე მეტი არ გამაჩნია მე დავინახე სვეტი ცხოვლის 12 სვეტი 14 ციხეს ზეგნებიდან ლაშვარს გაშრია არავით არის სხვა სამშობლო ამასე მეტი არ გამაჩნია ჩვენი ერია ორსლაშუა კავკასის ქედი და სიტყვამის ბებერგულში ლახრა ამასე მეტი
უფლის სიხესთან სისხლის ფერი აღაჩოს ვეთი არადახრილის დასახველის ალბათ მაცნია რავით არის ხვა სამშობლო აბასე მეტი არ გამაჩნია რავით არის ხვა სამშობლო აბასე მეტი დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას იუბილარს კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს ჩვენი საყვარელი მაყურებლის გული ჩვენ კი ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე მადლობა